დიდი უსამართლობა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პლუს ამას უსაფრთხოების წესების ნაწილობრივ უგულებელყოფა და სამუშაო პირობები პლუს მოძველებული ტექნიკა ჩვენს სამსახურში. თანამშრომლებსა და დირექციას შორის არის ფაქტიურად გაუცხოება და ვაკუუმია ურთიერთობაში. ანანია ზედგინიძე რუსთავის აზოტის ქარხანაში 35 წელია მუშაობს. იგი ერთ-ერთია, ვინც შრომითი უფლებების დასაცავად პროტესტში ჩაერთო. ტექნოლოგიური საამქრო არა მაღალი წნევებიდან დაწყებული, მოწამვლით დამთავრებული საშიშია ზოგადად ქარხანა პირველი კატეგორიის საშიშროებაში გადის. ხო და იქიდან გამომდინარე არის იმიტომაც არის სოციალური უკმაყოფილება არა მარტო ხელფასის სიმცირიდან გამომდინარე, რომ თან უკვე ასაკოვანი კოლექტივია მეტნაკლებად კადრების გადინება მიდის, ზოგი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ზოგი ახალგაზრდა არ მოდის და ისე დავიდა, რომ უბნებზე 10-12 კაცი რო იყვნენ, დარჩა 5-6 კაცი და ფაქტიურად ახლა გაორმაგებული შრომა უწევთ იმათ. არა მაქვს თავრობის იმედი. დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე. პროტესტი და გაფიცვა 29 იანვარს დაიწყო, როცა მენეჯმენტმა თანამშრომლებს ხელფასის 4%-ით გაზრდა შესთავაზა. ეს თანხა საშუალოდ თითოეულ ადამიანზე 40 ლარი გამოდის. ეს ადმინისტრაცია გვეუბნება მარტო გიმატებთ 40 ლარს და 60 ლარს, ეგ არ შეიძლება. თვითონ რამდენი აქვს ხელფასები ერთი თქვა ან მაგათი. რო იძახიან საერთო იმას რა გამოყავთ ფული. მაგათ აქვს 40,000 და 60,000 ხელფასი და ჩვენ გვაქვს 1500, 1400 ლარი. დაჟე ნაკლები კიდე ხალხზე. როგორ არის ეს? ამას უნდა ჩაერიოს თავრობა. აზოტის ქარხანა არის ქიმიური წარმოება, სადაც არის სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით შემდგარი საწარმოები. ჟანგბადის საწარმო, მჟავის საწარმო, ამიაკის საწარმო, აქ არის 15-მდე საწარმო, რომელიც თითოეული საწარმო ადამიანის ჯანმრთელობით არის მავნებელი. აქ არ არის დაცული შრომის პირობები, აქ არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება. ვინაიდან და რადგან ივლისში, სულ მინიმუმ ივლისში გავიდა ბოლო სპეციალურ ტანსაცმელს ვადა. მე ვარ შეფუთველი და ნენდელა გაგვირთულდა ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობდით 50 კილოიან ტომრებზე და 500-იანებზე. ეხლა 1250-იანი მეშუკები შემოგვიტანეს, თითებს რო ვერ ვაწვდით და აი ამ სიმაღლე მეშუკები რო ხო ხდები და ეს ძალიან და ცელოფნებს გვაცმევინებენ კიდე. ეს არის გართულებული კი არა, აი სამჯერ გართულებული ჩვენთვის ეს შრომა ქალებისთვის. თითოეული ტომრის წონა რამდენია 4 კილოგრამი და რაღაცა. აი ეს 1000-ებით უნდა აიღო ხელში, ხო? ის ტომრებიც სუდია. 50-იანია ჩვენი ტომარა ხელში რო ვიხერთ. ეს ჯანმრთელობის პრობლემა შეგექნა. ყველას აბსოლუტურად. ეს შეგვიძლია წარმოადგინოთ, რომ გვეუბნებიან და გვემუქრებიან სასამართლოში, ძალიან მინდა, აი ჩვენ ინტერესებს შეგუფრო შედის. ამ ქარხნით შეგვაქვს ჩვენ ოჯახებში თანხა და ამ თანხით და ამ ქარხნით ვაჩენ ჩვენ ოჯახებს. მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ თანხა უნდა იყოს ისეთი, რომ თვიდან თვემდე გასწდეს ადამიანს და თვიდან თვემდე შეძლონ ოჯახების შენახვა. 3 თებერვალია, -1 გრადუსი ყინვა. რამდენიმე თანამშრომელი ქარხანაში მოლაპარაკებაზეა შესული. ამავე დღეს ცნობილი ხდება, რომ რუსთავის აზოტის მენეჯმენტმა 100 თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს საჩივრით მიმართა. პროტესტის ფონზე დროებით შეჩერებულია ჟანგბადის საამქრო. ის საამქრო, რომელიც საავადმყოფოებს ჟანგბადით ამარაგებს. თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ესეც მათზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერგედია. ჟანგბადის საწარმოს გაჩერება სრულიად პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრაციას. ადმინისტრაციამ გააჩერა იმ მიზნით, რომ მათ განაცხადეს, ჩვენ არ გვაქვს ჟანგბადის საამქროთი მოგება, მაგრამ აქ უკვე ადამიანების სიცოცხლით არის თამაში. მანიპულაციის გზებზე გადადიან, ცდილობენ დაშინებას, ასევე ამ ყველაფერზე მიდის ადამიანების დაშინება, მიდის დარეკვები სახლებში, რომ შენ შთაც გავაუქმებ, თუ მან დადგები.
ამ პერიოდში რუსთავის აზოტის დირექცია ერთი განცხადებით შემოიფარგლა. რუსთავის აზოტი რეგულარულად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ყოველწლიურად ხორციელდებოდა თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დასაქმებულთათვის ასევე არაერთ გზის იქნა განმარტებული, რომ ნებისმიერი გაფიცვა განხორციელებული უნდა ყოფილიყო კანონით დაშვებული წესით. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა ნაწილმა უარი განაცხადა კომპანიის მიერ განხორციელებული შეთავაზების მიღებაზე და მიმართა გაფიცვის ისეთ ფორმას, რომელიც ცდება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს. ამ ადამიანების მოთხოვნა იყო თითოეული თანამშრომლისთვის 300 ლარით ხელფასის გაზრდა, ჟანგბადის საამქროს აღდგენა და სასამართლო დავის შეწყვეტა. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც მშვიდობიან პროტესტში მონაწილე თანამშრომლებმა დირექტორის ლევან ბურდილაძის გადადგომა მოითხოვეს. ეს არის ჩვენი ბრძოლა და ამ ბრძოლას გავიმარჯვებთ. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი და ერთი. ლევანი ბურდილაძე უნდა წავიდეს. ლევანი ბურდილაძე უნდა წავიდეს. სინგაპურში რეგისტრირებულ საერთაშორისო კორპორაცია ინდორამას შვილობილმა კომპანიამ რუსთავის აზოტი 2023 წელს იღიდა. გენერალური დირექტორი ინდოეთის მოქალაქე ჯეი პრაკაშ ჯაჯუა, დირექტორი ლევან ბურდილაძე. ბატონ ლევან ბურდილაძესთან მინდა გასაუბრება, რომლის გადაყენებასაც ითხოვენ თანამშრომლები. არ არის სამსახურში? წეგან შეხვედრაზე იყო. მენეჯმენტისთვის კითხვების დასასმელად აზოტის ქარხანაში მეორე დღესაც მივედით, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ კომენტარის გაკეთება არ სურთ. მიმდინარე პროცესებზე ბატონი ლევანის ჩაწერა მინდა. ამიტომზე კომენტარის გაკეთებას არ ვიღებ. ბატონი ლევანი არ ეწერება მედიას. ამ ინფორმაციას მე სამწუხაროდ არ ვთქვა. დროებითი შეთანხმება მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის 5 თებერვლის საღამოს შედგა, რაც 200 ლარით ანაზღაურების გაზრდას, სასამართლო დავის შეჩერებას და 5 წლის განმავლობაში ხელფასის მატებას მოიცავს. აღდგება ჟანგბადის საამქროც, თუმცა არაერთი საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება. მათ შორის შრომის უსაფრთხოება. კომპანიის მხრიდან, კომპანიის უსაფრთხოების მხრიდან, რომელიც ეხლა სათვალეებით და კაპიშონებით გვიყურებენ. გალავნის შიგნიდან არის შანტაჟი, არის მუქარა. ღირსეული სამუშაო პირობების დანაკლისი საქართველოს ყველა მონოინდუსტრიული და ინდუსტრიული ქალაქის უცვლელი პრობლემაა. ჭიათურა, ტყიბული, კაზრეთი, რუსთავი, იქ სადაც ძალაუფლება მონოპოლისტი კომპანიების ხელშია. როგორც წესი, პრივატიზება ხდება, კერძო კომპანიები შედიან კონკრეტულ ქალაქებში და ფაქტობრივად ძალაუფლებას იგდებენ ხელში. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ამ საკითხებს წლებია იკვლევს. მოძრაობის წევრი ბიკო ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მონოპოლისტი კომპანიების თვითნებობაზე, შემოსავლის გასაიდუმლოებასა და შრომითი უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის მმართველ გუნდს ეკისრება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება შრომელებთან დაკავშირებით და ქართული ოცნების დამოკიდებულება აჩვენებს, როგორ ექცევა ის რეალურად მთელ საქართველოს. მთელი საქართველო დღეს შეიძლება არის ავტორიტარიზმში და ამას ვაკვირდებით ბოლო წლებია ძალიან აქტიურად, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მონოინდუსტრიულ ქალაქებში და ინდუსტრიულ ქალაქებში ავტორიტარიზმი ბევრად ადრე დაიწყო, ოცნებამ ბევრად უფრო კაფიო იყო იქ გავლენები იგივე სუსის, იგივე კომპანიის, იგივე ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების, სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის გაერთიანებული პროფკავშირების, რომლებიც ამ ადამიანების ხმებს ახშობდნენ. შაბათის ფორმულამ კორპორაცია ინდორამას საერთაშორისო საქმიანობა შეისწავლა და შრომითი უფლებების შელახვის ფაქტები აღმოაჩინა. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ინდორამას არაერთი შვილობილი კომპანია თანამშრომლების უფლებებს წლების განმავლობაში არღვევდა. უზბეკეთის ადამიანის უფლებათა ფორუმის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, ინდორამა არგომ, რომელსაც 130 მილიონიანი სესხი იბიარდმა მისცა ადგილობრივი ფერმერებისგან მიწები უკანონოდ მიისაკუთრა.
ამავე საკითხზე ჟურნალისტური მასალა რადიო თავისუფლებამ უზბეკეთში 2022 წლის დეკემბერში მოამზადა. ირკვევა, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში მუშაობა თანამშრომლებს სპეცტანსაცმლის გარეშე უწევდათ. დოკუმენტებში შესულია შრომითი ექსპლუატაციის რამდენიმე შემთხვევაც, მათ შორის არასრულწლოვანთა შესახებ. Human Rights Watch წერს, რომ ინდორამას საქმიანობა ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის რისკს ზრდიდა, რაც ავტორიტარულ უზბეკეთში ისედაც გადაუჭრელი პრობლემაა. თანამშრომლების შრომითი უფლებების დარღვევა იკვეთება ნიგერიაშიც. 2017-19 წლებში ინდორამა ელემ პეტროქიმის თანამშრომლები დაბალი ხელფასისა და მძიმე სამუშაო პირობების გამოჩიოდნენ. ეს ფაქტები ნიგერიის სახალხო დამცველის ანგარიშშიც ასახულია. შაბათის ფორმულამ ინდორამა რუსთავის აზოტს წერილობით მიმართა და გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს ჩაწერა მოითხოვა. პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ დავინტერესდით, რატომ იჩენს ქართული ოცნება, მუდმივ გულგრილობას ქარხნებში დასაქმებული ადამიანებისადმი. სახელმწიფო იმპერატიულად ვერ უბრძანებს ვერცერთ დამსაქმებელს, რომ შენ ხელფასი უნდა გაუზარდო. ხო, ესე არ ხდება არსად. მაგრამ ჯერჯერობით თუ მიდის ასე თქვათ შრომით ხელშეკრულებაზე დავა, სადაც უნდა დაბალანსებულად მოხდეს, ხო, მანდაც ახლა ჩასახედია ფინანსური მოგება როგორია, მთელი რიგი საკითხები ახლა მე ესე ხო ვერ გახსენ პასუხი. ქართული ოცნება, ეხლა რაც არ უნდა საუბრობდეს ხოლმე, რომ კერძო ინტერესები სხვა არის, სახელმწიფო ინტერესი სხვა არის, რეალურად ისინი არის შეზრდილები ამ დიდ კორპორაციებთან და ყოველთვის უყურებთ ხოლმე როგორ უჭერენ მხარს აი ამ დიდ კორპორაციებს. არ გვაქვს არც მინიმალური ხელფასი, არც უმუშევრობის დაზღვევა და შემწეობა, ანუ არანაირი შრომითი გარანტიები ადამიანებს არ გააჩნიათ, შეუძლიათ მართლა საათში ერთხმად დაიქირავონ მშრომელი, ხო, კომპანიებს ეს არანაირი რეგულირება არ გვაქვს, როცა თითქმის სოფლის თითქმის ყველა ქვეყანაში არის მინიმალური ხელფასი, ჩვენთან ისევ შეუარნაძიდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამის 20 ლარია თვეში, ანუ არ არსებობს ესე რომ ვთქვათ მარტივად და ინდუსტრიული და მონოინდუსტრიული ქალაქების სიღარიბე რიცხვებშიც მძიმე დაისახება. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა აქ იზრდება. მოქალაქეების გადინება ემიგრაციაში შეუქცევად პროცესადაა აქცეული. და ეს ხდება მაშინ, როცა მშრომელი ადამიანები ექსპორტისთვის მთავარ პროდუქციას სწორედ ამ ქალაქებში ქმნიან. სწორედ ამ ქალაქებში მონოპოლისტი კომპანიები წლიდან წლამდე მდიდრდებიან.